ეს ღონისძიება წელს პირველად გაიმართა ჩვენმა ასოციაციამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დააფუძნა ეს დღე, რომელიც წლევანდელი წლიდან მსოფლიოს 68 ქვეყანაში აღინიშნება. ეს ქვეყნები არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრები და მსოფლიოში არის ისეთი ტრადიცია, მსოფლიო ღვინის კალენდარი. და ამ კალენდარში არის შესული ის მნიშვნელოვანი ღვინოსთან დაკავშირებული დღეები, ღვინის ჯიშის დაბადების დღეები, როგორც არის მაგალითად მერლოს დღე, შამპანიორის დღე, ასევე იქნება საფერავის დღე, ქვევრის დღე. ქვევრის დღე აღინიშნება ყოველი წლის ბოლო კვირას, წელს დაემთხვა 27 აპრილს, ხოლო საფერავის დღე აღინიშნება ყოველ 30 ნოემბერს. ამ წელს უწევს 30 ნოემბერი და ყოველ წელს იქნება ეს თარიღი. რა ღონისძიებები გაიმართა ამ დღის ფარგლებში, რაც როგორც წეღანაც აღნიშნე, რომლის მიზანი არის ღვინის, ქვევრის ღვინის და ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაცია. რა გზებით ხდება ეს? რა ტიპის ღონისძიებებით? ქვევრის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა რიგი ღონისძიებები, მათ შორის იყო საერთაშორისო კონფერენცია. ამ კონფერენციას ესწრებოდა როგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული ღვინის ექსპერტები, მათ შორის იყო ლატვიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ავსტრიული ღვინის კომპანია რიდელის ვიცე-პრეზიდენტი და ასევე ქართული ღვინის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოხდა რიდელის ღვინის ჭიქის პრეზენტაცია, ინაუგურაცია. რიდელი არის ცნობილი ავსტრიული კომპანია, რომელსაც უკვე მე-11 თაობა მართავს და განთქმული არის იმით, რომ მას აქვს ჯიშური ჭიქები. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველა ჯიშს აქვს თავის ჭიქა. ჭიქის ფორმა, რომელიც გამოხატავს ამ ღვინის იდენტობას, დიახ, რომ სწორად გავიგოთ გემური მაჩვენებლები. უკვე 10 წელია გვაქვს საფერავის ჭიქა, რიდელთან ერთად შემუშავებული და წელს უკვე მოხდა ქვევრის ჭიქის ინაუგურაცია, რომელიც უკვე ძალიან პოპულარული არის ღვინის უკვე ქართულ ღვინოში. ასევე იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენი გადამღები ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში დადიოდა ქართულ არნებში, მცირე და დიდ მეღვინეობებში და იღებდა ქვევრის გახსნის რიტუალს. ეს რიტუალი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთდროულად 12 საათზე 27 აპრილს მოხდა ამ რიტუალების პრეზენტაცია. სოფლიოში არის ესეთი რიტუალები სხვადასხვა ჯიშებს აქვს და სხვადასხვა რეგიონებს, მაგალითად ბოჟოლეში არის ბოჟოლენუო ყოველი ნოემბრის მესამე ხუთშაბათს არის ეს დღესასწაული და ერთი და იგივე დროს სოფლიოში აღინიშნება ეს დღესასწაული. ასევე იქნება ქვევრის დღეც. ეს დღე აღინიშნა წელს საქართველოში, ასევე აღინიშნა ლონდონში, ლატვიაში, ავსტრიაში და კიდევ სხვადასხვა ქვეყნებში. ქვევრის გახსნის რიტუალი რასთან არის დაკავშირებული? ამის შემდეგ ხდება უკვე ბოთლებში ჩამოსხმა, რა დანიშნულება აქვს ამ პროცესს? ეს იმას ნიშნავს, რომ ქვევრი თითქოს იწყებს სუნთქვას ხსნიან გაზაფხულზე, ამიტომაც არის, რომ გაზაფხულზე გვაქვს ეს ღონისძიება და ამის შემდეგ უკვე ხდება ღვინის ჩამოსხმა და შემდეგი პროცესი იწყება უკვე. ნესტა, რამდენად პოპულარულია ზოგადად ქართული ქვევრის ღვინო საერთაშორისო ბაზარზე? ძალიან პოპულარულია, როგორც იცით, ეს არის ჩვენი 2013 წელს, როგორც იცით, იუნესკომ ქვევრის ღვინის ტექნოლოგია შეიტანა, როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული მეღვინეობისთვის და შემდეგ უკვე პოპულარული ხდება ქვევრის ღვინო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ღვინო, ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, არის ჩვენი კულტურის ნაწილი არის და აქ მარტო ჭურჭელი თვითონ ქვევრი არ თამაშობს როლს, აქ თამაშობს როლს ჩვენი 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია ამ ტექნოლოგიის და ქვევრის ღვინის დაყენების. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი მესიჯები მივაწოდოთ როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მსოფლიოს, რას ნიშნავს ეს ღვინო, რამხელა მნიშვნელობა აქვს და რამხელა ისტორია დგას ქვევრის ღვინის უკან. და რა არის ეს მესიჯები, რა არის ის მთავარი, რითიც ხდება ქვევრის ღვინის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე და მისი პოპულარიზაცია? მთავარი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ქვევრი არის
ამხელა ისტორია 800 წლიანი, ეს არის პირველი, რაც რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი. არის ის, რომ ეს არის ჩვენი ნაწილი, ჩვენი ქართველების ნაწილი და კულტურა და არა მარტო ქვევრის ღვინო არ არის მარტო გასტრონომიული კულტურა, პროდუქტი, არამედ არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, როგორც სოფლიოში, ასევე საქართველოში. ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს გავიტანოთ და დავანახოთ სოფლიოს, რომ ჩვენი ღვინო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ბაზრები, რომლებიც გვინდა, რომელიც არის ჩვენი საოცნებო ბაზრები, ამერიკა, იაპონია, ევროკავშირის ბაზრები, ამ ბაზრებზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქვევრის ღვინო და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ. აი თქვენ საოცნებო ბაზრები ახსენეთ, რომელი ქვეყნის ქვევრის ღვინოები არის ამ ბაზრებზე წარმოდგენილი, რაც ქართული ქვევრის ღვინის კონკურენტები არიან? მე მგონი ქართული ქვევრის ღვინო უკონკურენტო არის. უბრალოდ ინფორმირება არის საჭირო, სწორად და სწორი მესიჯების მიწოდება, რომ გაიგოს მსოფლიომ რა არის ქვევრის ღვინო. ჩვენ ქართულ ქვევრის ღვინო ის, რომელიც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, არის უკონკურენტო და არ შეიძლება სხვაგანაც იყოს ესეთი.